მოგესალმებით, ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო სიუჟეტი მოგიმზადეთ აფროდიზიაკებთან დაკავშირებით. აფროდიზიაკების ცნება ძველი ბერძნული სიტყვიდან მოდის და დაკავშირებულია სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტესთან. ისტორიულად სხვადასხვა კულტურაში არსებობდა რწმენა, რომ გარკვეული საკვები პროდუქტები და მცენარეები გავლენას ახდენდა სიახლოვის სურვილზე, ინტიმური ცხოვრების ხარისხსა და ნაყოფიერებაზე. მაგალითად, ძველ ეგვიპტეში გამოიყენებოდა თაფლი და ლოტოსი, საბერძნეთსა და რომში ზღვის პროდუქტები და ღვინო, ინდურში შაფრანი და სხვა სანელებლები, ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში კი ჟენშენი და გოჯიბერის კენკრა. ამ პრაქტიკებს საფუძვლად ედო როგორც სიმბოლური წარმოდგენები, ისე იმდროინდელი სამედიცინო ცოდნა, რომელიც არ იყო მთლად ისეთი შესწავლილი. დღეს უკვე მეცნიერები მუშაობენ იმის დასადგენად, აქვს თუ არა კონკრეტულ პროდუქტებს ზემოქმედება ვნებასა და ინტიმური ცხოვრების ხარისხზე. რას ამბობს კვლევები აფროდიზიაკებზე, ამას უკვე სიუჟეტიდან მოვისმენთ და გავიგებთ, რომლის ნახვამდეც აუცილებლად უნდა შეგახსენეთ, რომ საიმედო რეკომენდაციას წარმოგიდგენთ. აჰავა არის მინერალებით მდიდარი კოსმეტიკა ისრაელიდან, რომელიც გვთავაზობს სახისმის და სხეულის მოვლის საშუალებებს როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის და რა თქმა უნდა, აჰავა მეტი ვიდრე სილამაზე წარმოდგენილია ავერსის სააფთიაქო ქსელში. მე-15 საუკუნის ხელოვნების ნიმუშზე სახელწოდებით მიწიერი სიამოვნების ბაღი მარწყვი განსაკუთრებული დატვირთვით არის გამოსახული, როგორც წარმავალი სიამოვნების სიმბოლო. ამასთანავე მარწყვს საუკუნეების მანძილზე წყვილები სიყვარულისა და ვნების გასამძაფრებლად მიირთმევდნენ. თანამედროვე კვლევების მიხედვით მარწყვის წიფწები მართლაც შეიცავს თუთიას, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის სქესობრივ ჯანმრთელობაზე. თუმცა მარწყვში თუთია არ არის იმ რაოდენობით, რომ მას მნიშვნელოვანი ეფექტის მოხდენა შეეძლოს, ისევე როგორც შოკოლადს, რომელიც ასევე ცნობილია აფროდიზიაკად, რადგან მასში არსებული ნივთიერება ფენილეთინამილი იგივე ემოციას იწვევს, რასაც სიყვარულიც შეგრძნება. თუმცა არ არსებობს არც ერთი მეცნიერული მტკიცებულება, რომელიც შოკოლადის აფროდიზიაკულ მოქმედებებს ადასტურებს. არსებობს ბუნებრივი აფროდიზიაკები, ესე ვუწოდებთ იმ პროდუქტებს, რომლებიც იწვევენ მაგალითად ენერგიის ზრდას, ლიბიდოს გაძლიერებას, ისინი აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და ასე შემდეგ. უახლესი 2025 წლის კვლევის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური აფროდიზიაკი შაფრანია, სანელებელი, რომელსაც ინდოეთში საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ, როგორც ვნების ელექსირს. თანამედროვე კვლევებმა დაადგინა, რომ ის მართლაც აუმჯობესებს მამაკაცის სქესობრივ ცხოვრებას და ზრდის მიზიდულობის სურვილს ქალებში. თუმცა ნატურალური შაფრანი საკმაოდ ძვირადღირებული და რთულად ხელმისაწვდომი პროდუქტია. სამაგიეროდ არსებობს არაერთი აფროდიზიაკი, რომელიც მარტივად მოიპოვება და ამასთანავე მათი ზემოქმედება ადამიანის სქესობრივი ცხოვრების ხარისხზე მეცნიერული კვლევებით არის დადასტურებული. მაგალითად, უცხოსუნელი, სანელებელი, რომელიც ასევე საუკუნეების მანძილზე ინდურ ხალხურ მედიცინაში გამოიყენებოდა როგორც სიყვარულის სანელებელი, პროდუქტი, რომელიც საკმაოდ აქტუალურია ქართულ სამზარეულოშიც. ეხლა ამ აფროდიზიაკებს თუ გადავხედავთ, მიხვდებით, რომ ქართული სუფრა არის, ესე იგი, ძალიან მდიდარი აფროდიზიაკებით. ქართული კერძების ერთ-ერთი მთავარი გმირი ნიგოზია, რომელიც თავისი შემადგენლობის დამსახურებით დადებით ზემოქმედებას ახდენს როგორც მამაკაცების, ასევე ქალების სქესობრივი ცხოვრების ხარისხზე. მაგალითად, ხილეული, განსაკუთრებით ნიგოზი, რომელიც შეიცავს ცინკს, არგინის, ძალიან ბევრ ნივთიერებას, სჭირდება როგორც ქალს, ასევე მამაკაცს და ვიცით, რომ ცინკი აძლიერებს, ასტიმულირებს ტესტოსტერონის გამოყოფას, რაც მამაკაცისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. თუმცა ქალისთვისაც არის მნიშვნელოვანი ტესტოსტერონი გარკვეულ ასაკში, მაგალითად მენოპაუზაში, როცა ლიბიდო მცირდება და ერთ-ერთი მიზეზი ტესტოსტერონის ნაკლებობაა. დაახლოებით ნიგზისა და თხილეულის იდენტური ეფექტი აქვს გოგრის თესლს. გოგრის თესლები ისინი შეიცავენ არა მხოლოდ ცინკს, ასევე ძალიან ბევრ ბეჯგუფის ვიტამინებს, არგინინს და ეს
ძალიან სასარგებლოა არა მხოლოდ ლიბიდოზე და სექსუალურ ენერგიაზე მოქმედებს, არამედ მოქმედებს ზოგადად ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. როგორც კვლევები ადასტურებს, ეფექტურია არა მხოლოდ გოგრის თესლის მირთმევა, არამედ გოგრის სურნელიც. მეცნიერმა ალან ჰირჩმა სურნელოვანი აფროდიზიაკების გამოსავლენად ექსპერიმენტის მონაწილეებს სხვადასხვა არომატებით გაჯერებული ნიღბები მოარგო და ამ ფორმით ყველაზე მიმზიდველი სურნელები დაადგინა. ჩემმა კვლევამ აჩვენა, რომ ლავანდის, ასევე გოგრის ნამსხვრიის სურნელი ყველაზე მეტად აღაგზნებდა მამაკაცებს. ასევე გამოიკვეთა ერთი საინტერესო ფაქტიც, რაც უფრო ასაკიანი იყო მამაკაცი, მით უფრო იზიდავდა ვანილის სურნელი. ქალების შემთხვევაში ყველაზე მიმზიდველი კიტრის სურნელი აღმოჩნდა. თუმცა სურნელი მოქმედებს მხოლოდ მიზიდულობაზე. საკვები კი ინტიმური ცხოვრების ხარისხზე, ამიტომ გაცილებით მნიშვნელოვანია საკვები რაციონი და უშუალოდ პროდუქტების მიღება. კვლევები ადასტურებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური აფროდიზიაკი ხამანწკები და ზოგადად ზღვის პროდუქტებია. ხამანწკების ამთვისების შესახებ საუკუნეების წინაც იცოდნენ. ცნობილი მექალთანე კაზანოვა თავის მემუარებში ყვება, რომ ხამანწკები მისი მთავარი საკვებია და დღეში ზოგჯერ 40-50 ცალს მიირთმევს. საკმაოდ უხამსად ითვლებოდა მე-17 საუკუნის ცნობილი ნახატი გოგონა ხამანწკებით, რადგან იმ დროში ხამანწკების შეთავაზება მსუბუქ ყოფაქცევად ითვლებოდა. ამ პროდუქტის თვისებებიდან გამომდინარე. ძველ საბერძნეთში არ არსებობდა მეცნიერული კვლევები, მაგრამ დაკვირვებებით იცოდნენ, რომ ხამანწკები და ღვინო ადამიანის ინტიმურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა. ბერძნების ვარაუდი ღვინოსთან დაკავშირებითაც ნაწილობრივ დადასტურდა. კვლევების თანახმად, 1 ან 2 ბოკალი ღვინო ქალებში ინტერესსა და მიზიდულობის განცდას აძლიერებს. თუმცა სხვა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისგან განსხვავებით, ღვინო ალკოჰოლური სასმელია და მას ჯანმრთელობისთვის ზიანი მოაქვს. და ბოლოს, მთავარი რეკომენდაცია. ჯანსაღი კვების და სწორი რეჟიმის გარეშე შეუძლებელია რაიმე ცვლილება მოახდინო მხოლოდ ამ აქცენტით, მხოლოდ ამ აფროდიზიაკებზე. ანუ ხარისხიანი ინტიმური ცხოვრებისთვის საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. ბოსტნეულის, თხილეულის, ზღვის პროდუქტებისა და სანელებლების ზომიერად, მაგრამ სისტემატიურად მიღება. სერიოზული პრობლემების არსებობის შემთხვევაში კი აუცილებელია მიმართოთ ექიმს, რადგან მხოლოდ საკვები პროდუქტები უძლურია დაზიანებული ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური პრობლემების მოსაკვარებლად. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჯანსაღი კვება და ყოფა, ყველაფერზე მოქმედებს და დადებითად აისახება, ასე გავიგეთ. ყველაზე უფრო მარტივად, რომ თქვა, ხმელთაშუაზღვისპირა დიეტა, ასე ქვია, იმიტომ რომ ამ ქვეყნებში იკვებებიან ასე ნახევარი რაციონის არის ბოსტნეული სხვადასხვა ტიპის, ნახევარი არის ძირითადად იმ მეორე ნახევრის ნახევარი არის ზღვის პროდუქტები და თევზეულის შეიძლება იყოს ეს და დანარჩენი კიდევ რაღაცა 50-25-25. კი ბატონო 50-25-25. ზოგადად ეს მარტივად რომ თქვა ეს არის ყველაზე ეფექტური არის ეს. ხო და მაგრამ მე ხეს ისტორიაში წავალ ნახევარს იყო ჩვენი წინაპრები როგორი კვება ქონდათ სხვა ეს ბოსტნეული და ასე შემდეგ აქედან გამომდინარე იყო ასეთი ჯანსაღი ერი ეს არც არის გასაკვირი ხო? კი და ხმალსაც კარგად ვიქნევდით. ბევრი პროდუქტის შესახებ გავიგეთ ინფორმაცია, ჩემთვის მართლა აღმოჩენა იყო, ბევრი პროდუქტი საკმაოდ ძვირად ღირებული არის, მაგალითად ხამანწკები ვახსენეთ ხო თვალში. თულად მოსაპოვებელიც არის, თუმცა არის ისეთი პროდუქტები. ღვინო ხომ მოიპოვება ქალბატონებისთვის აგერ არის? ღვინო, ნიგოზი არის. ხო, ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც კიდევ არ მოხდა სიუჟეტში, ეს არის ყავა, რომელსაც ესეთი პირდაპირ ეფექტი შეიძლება არ ქონდეს, მაგრამ სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ყოველთვის საუბრობთ ხოლმე ყავაზე არაერთხელ მოგვიმზადებია საიმედო რეკომენდაციები და უამრავი დადებითი თვისება აქვს და ესეც შეემატა, ერთ-ერთი ესეც შეემატა. მოდი ცოტა საცივი და უცხოსიანობა ცოტა განავითარე. ანუ ნიგოზი, მწვანილი და ეს ყველაფერი მოქმედებს. ნიგოზი, როგორც სიუჟეტში ვთქვით, კი ბატონო, თხილეუსი პირველ ადგილზეა და სხვა შორის უახლოეს შემდეგ საიმედო რეკომენდაციებს გეკლავებთ თხილეუს და ეთმოს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტებია. ნიგოზი და უცხო სურნელი, კი ბატონო. დიდი მადლობა.